ამერიკელი მომღერლის Macy Gray's ლეგენდარული ალბომის On How Life Is გამოსვლიდან 25 წელი გავიდა. ეს სწორედ ის ალბომია, რომელშიც კიდევ უფრო ლეგენდარული ნამუშევარი I Try შედის. ალბომის გამოსვლასა და მასზე გამოხმაურებაზე ფიქრისას, გრეიმ თქვა, რომ თავადაც შოკირებული იყო მისი წარმატებით. მგონიას მართლაც შესანიშნავი ალბომია. ახლა ვუსმენ მას, რადგან ტურნეზე მივემართებით მის აღსანიშნად და ისე მოხდა, რომ ახლა პირველად მოვუსმინე თავიდან ბოლომდე, დიდი ხნის შემდეგ და მართლაც მაგარია. ახლა უკვე მესმის, რატომ იყო ასეთი აჟიოტაჟი მის ირგვლივ. თან საინტერესოა ჩემი ხმის მოსმენა 25 წლის წინანდელ ჩანაწერზე, რადგან ცხადია ხმა ასაკთან ერთად იცვლება, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ კარგ მოგონებას მახსენებს. Macy Gray ივნისის ბოლოს დიდ ბრიტანეთში საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად გასტროლებზე გაემგზავრება. ის გეგმავს, რომ თავდაპირველად ახალი რეპერტუარი იმღეროს, შემდეგ კი მთლიანად On How Life Is შეასრულოს. როცა ალბომი გამოვუშვით, ნამდვილად არ ველოდებოდი, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ეს შემთხვევით ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო. უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი ხმა განსხვავებული იყო და ვიცოდი, რომ სტილისტურად სხვანაირად მღეროდი. თუმცა როცა კარიერას ვიწყებდი, იმ დროს სცენაზე ისეთი მომღერლები იყვნენ, როგორებიც არიან Mariah Carey და Whitney Houston. მომღერლები, რომლებიც საოცარი ვოკალური მონაცემებით გამოირჩეოდნენ. მე ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ ჩემი ხმისთვის განსხვავებული სტილი მიმეცა. Gray ფიქრობს, რომ მისი უნიკალური ვოკალური სტილი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში ამ ალბომის 7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მოგეხსენებათ, ამ ალბომის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გახლავთ I Try. ბევრი კარგი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული, თუმცა არც ერთი ისეთი ცნობილი არაა, როგორც I Try. როცა ალბომს უშვებ და ისეთ წარმატებას ვერ აღწევს, როგორც წინა ალბომი, იწყებ ფიქრს, კარგი, აბა ახლა რა უნდა გავაკეთო. ხედავ, რომ კონცერტებზე უფრო ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე წინა ალბომის დროს იყო. რეალობას ყოველთვის გრძნობ და ცდილობ ტემპი არ დააგდო. Macy's თქმით, ტურნეს დროს მსმენელი ძალიან მაგარ შოუს იხილავს და ყველა კარგად გაერთობა. ივნისში შესანიშნავი ტურნე გველოდება. მსმენელი ძალიან ისიამოვნებს, იქნება ბევრი ცეკვა, სიმღერა და გართობა. ჩემი კონცერტების ვიზუალური მხარეც ძალიან დავხვეწეთ. შექმენით პატარა ფილმების ნაკრები, რომლებიც შოუს დროს ფონად გაეშვება და საერთო ჯამში ძალიან კარგ ატმოსფეროს შექმნის. 18 წლის Gray's მსოფლიო ტურნე 6 ივნისს პრაღიდან დაიწყება.